გამარჯობა, ეს არის გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია. კახა ჩიქოვანი ვნახე პალტრანიუსის გადაცემაში თავისუფალი სტუდია, სადაც მან განაცხადა, რომ ბრიუსელში შეხვედრა კიდევ ერთი გზავნილი იყო ევროკავშირისგან, რათა ქართული ოცნება მმართველობის სტილზე დააფიქროს. თუმცა ჩიქოვანს ეჭვიებარება, რომ მათ ეს გაიგონ, რადგან ოცნებისთვის რუსეთისა და ჩინეთის გზა ერთადერთი გამოსავალია ძალაუფლებაში დასარჩენად. ასე თქვა ჩიქოვანმა. მე კი დავფიქრდი და ვინაა ეს კახა ჩიქოვანი? თუნდაც თავისუფალი მოედნის წევრი ყოფილა. მე იმანაც დამაინტერესა თავისუფლების მოედანი რაღაცა მეთქი და გამახსენდა რომ ეს შედარებით ახალი პარტიაა თუ მოძრაობა. აი ის სრულიად უსახური ტიპი რომ ხელმძღვანელობს. მგონი ცუცქირიძეა მისი გვარი. დიახ, ცუცქირიძე. მაინც კაი მეხსიერება მქონია. იმ ცუცქირიძეს თუ გავიხსენებდი, ნამდვილად არ მეგონა. ხომ მიხვდით ვის გულისხმობა? თუ ვერ მიხვდით, მე გადაცემის შემდეგ დაგუგლეთ და ნახეთ. ისე ასეთი რეკლამის მერე წესითად არის იგივე იმ ცუცქირიძეს ბონუსი უნდა მოვთხოვო, მაგრამ მე ხომ უანგარო ადამიანი ვარ. და ხუმრობა იქით იყოს და ვაგრძელებ ჩიქოვანის გამოსვლის კომენტირებას. ახლა ვინმე მკითხავს, კი, მაგრამ ვინაა ეს ჩიქოვანი, მასზე რომ გვაკარგინებ დროსო. მაგრამ ალბათ ვიღაც არის, თუ კი ამხელა პალტრანიუსი თავისთან იწოს და აზრს ეკითხება. მეგორო, პოლიტიკოსები ტარაკნებივით მრავლდებიან და პალტრანიუსი ძლივს ასწრებს, რომ ისინი საზოგადოებას წარუდგინოს. სამწუხაროდ ვიღაც განსაკუთრებული, ინდივიდუალური და ორიგინალური ჯერ არ შემხვედრია. ან ასეთები ბუნებაში არ არსებობენ, ან და პალტრანიუსს აქვს მითითება, რომ მხოლოდ ერთი მიმართულების პოლიტიკანები მიიწვიოს თავისთან და ალაპარაკოს. რაც თავარი ერთსა და იმავეს ლაპარაკობენ, განსხვავება მხოლოდ ჰაბიტუსშია, და რა მნიშვნელობა აქვს რესპონდენტს კახა ჩიქოვანი ქვია, ნუკა ბაგრატიშვილი თუ სურენ ერისთავი. პარტია კი იქნება თავისუფლების მოედანი, ალექსანდრე შუქურა თუ მარსის ქვიშები. პარტიების გადანაცვლებით ჯამი მაინც არ იცვლება, ხო და ამიტომაც განვიხილავ იმ ჩიქოვანის სიტყვებს, რადგან ასეა თუ ისე ეს მთელი ოპოზიციური სპექტრის გზავნილია. მოკლედ, ბრიუსელში ქართულ ოცნებას კვლავ დაუქნიეს თითი იმ ჩიქოვანისნაირების აზრით და მე რამდენად გააფრთხილეს ჩვენი მმართველი პარტია. თუ კი არ შეცვლით ხელმძღვანელობის სტილს, მაშინ ჩვენ შევშფოთთებითო. რას ნიშნავს სტილის შეცვლა, მეგობრებო? რუსული და ჩინური გზა, როგორც ჩიქოვანმა დააბრეხვა, სრული სიბრიყვეა. აბა ერთი მართლა რუსული ან ჩინური გზით ეწამოებინა ოცნებას თავისი მმართველობა, მაშინ ნახავდი როგორ გაბედავდა ის კოლექტიური ჩიქოვანი სტუდიაში გამოჩენას და ყველაფერზე უშიშრად ლაპარაკს. თუმცა რუსული გზა მე კი ვიცი, აი ჩინური გზა ჩემთვის ასე თუ ისე უცნობია. მე არ ვიცი როგორი მმართველობაა ჩინეთში და რამდენად არის იქ სიტყვის თავისუფლება დაშვებული. ჩინეთი საკმაოდ ჩაკეტილი ქვეყანაა, მიუხედავად იმისა, რომ მათ ქვეყანაში წარმოებული ტელევიზორები მთელი მსოფლიოს სახლებში დგას. დიახ, ჩინური ტელევიზორი კი დგას ყველა ოჯახში, მაგრამ შიგ ჩინეთში პოლიტიკური დემოკრატიის სახით რა სიტუაცია, ეს მე მხოლოდ გადმოცემით ვიცი. გადმოცემით ცოდნას კი მე უკვე დიდი ხანი აღარ ვენდობი. ასე რომ მაპატიონ ჩინელმა ამხანაგებმა თუ კი რაიმე არასწორად თქვი მათ მიმართ. მე უბრალოდ სხვისი სიტყვა გავიმეორე და რამე რო იყოს პასუხი იმ კახა ჩიქოვანს მოსთხოვონ. ხო, რუსეთის პოლიტიკური გზა მართლაც კარგად ვიცი და არავითარი საერთო არ აქვს ჩვენ დღევანდელი ხელისუფლების გზასთან. ისე კი რუსული მმართველობა მიშას დროინდელ მმართველობას გავს და ამიტომაა გასაკვირი ნაცები რატომ ლანძღავენ რუსებს. გასაგებია რატომაც ლანძღავენ, რადგან დასავლეთმა ასე უბრძანა მათ, თორემ სტილი, მეთოდი, აკრძალვა, დაჭერა და უკანონობა ნაცებს რო ჰქონდათ, რუსებს ასეთი არც დასიზმრებიათ. ნაცებმა ვერ გაქაჩეს, გაქანება არ ეყო, თორემ რუსული რესურსი რომ ჰქონოდათ, ალბათ ბოლომდე გადაბუგავდნენ ყველაფერს, რაზეც ხელი მიუწვდებოდათ. გადაუხვია. იმის თქმა მინდოდა, რომ ბრიუსელი თავის მიდგომას ჩვენდამი არ შეცვლის.
გასაგებიცაა, რატომ არ შეცვლის ბრიუსელს ჩვენ რისთვის ვუნდივართ? რუსებისთვის ზიანის მისაყენებლად. გავიგე რომ ბრიუსელს ისე უთქვამს ჩვენებისთვის რუსეთს სანქციები დაუწესეთო, თორემ ვიზა ლიბერალიზაციას გაგეუქმებთო. მეგობრებო, ბოლომდე მაინც ამჯერ რომ ასეთ სიმდაბლეზეა ბრიუსელი წამსვლელი. ზოგჯერ, როდესაც ვისმენ მათ რიტორიკას, საკუთარ თავს ვჩქმეთ, ხომ არ მძინავს მეთქი. რას ბედავენ, რას ბოდავენ, რას გვეუბნებიან. ჯანსაღ ლოგიკა სრულიად მოწყვეტილია მათი რიტორიკა, მაგრამ მე რომ დავფიქრდები, მესმის, მათ სხვა გზა არ აქვთ. ისინი ეგზისტენციულ ბრძოლაში არიან რუსეთთან. მათი ამოცანა იმდენად დაასუსტონ რუსეთი, რომ მან სახელმწიფოებრიობა დააკარგოს და მაშინ დასავლეთის აზრით მათ ექნებათ იოლი წვდომა რუსეთის რესურსებისკენ. ამაში ხედავს ხსნას დასავლეთი. მე ახლა ევროკავშირს გულისხმობ და არა ამერიკას. დიახ, ამაში ხედავს შველას. ამის გამოა რომ ისინი ჩვენ ასე გველაპარაკებიან, ოღონდ რამე ავნონ რუსეთს და ჩვენ გვწირავენ. რუსეთს რა დააკლდება ჩვენი სანქციებით? არ მგონია დიდად დაზარალდეს, მაგრამ მცირედიც რომ მოაკლდეს, დასავლეთი ამითაც კმაყოფილი იქნება. ეს იყო გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით გალანდია.